საღამომშვიდობის საკურიერი აგრძელებს საგანგებო ეთერს. რუსეთ-უკრაინის ომის 23 დღე და დაღუპული 2 ქართველი მებრძოლი. დავით რატიანის და გია ბერიაშვილის ცხედრებს სამშობლოში გადმოსვენებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს. საელჩოს უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები. 2 ქართველი მებრძოლი ქალაქ ირპენში საარტილერიო დარტყმის დროს დაიღუპნენ. კურიერი უსამძიმრებს გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახის წევრებს. ირპენი კიევის ოლქში მდებარეობს. რამდენიმე წამში ჩვენ გვექნება პირდაპირ ჩართვა კიევიდან, სადაც დავით კაკულია და ვაჩე გოგოლაშვილი უკვე მეორე დღეა მუშაობენ და სწორედ იქიდან მოგვაწვდიან ბოლო ინფორმაციას. მანამდე კი რუკაზე გაჩვენებთ ბოლო 24 საათის განმავლობაში რა შეიცვალა უკრაინის დედაქალაქში. ომის დაწყებიდან 23 დღეს რუსი სამხედროები ისევ იქ არიან, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტები ვერ ახერხებენ ქალაქში შეღწევას, თუმცა ისინი ბომბავენ კიევს. სხვადასხვა უბანში პერიოდულად ისმის განგაშის ხმა, მოქალაქეები თავს სარდაფებს აფარებენ. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები უკრაინის დედაქალაქის მისადგომებთან ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვა ამტკიცებს, რომ ბროვარისა და ბორისპოლის მიმართულებით ოკუპანტები აქტიური შეტევებს უკვე ვეღარ ახორციელებენ და შესაბამისად მათ აქვთ გარკვეული პრობლემები. დღეს ოკუპანტების ტყვიას 2 წლის ბავშვი შეეწირა ნოვოპეტროვსკში. ეს ქალაქი კიევის ჩრდილოეთით მდებარეობს. ოკუპანტებმა ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსებს და მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს. დედაქალაქში 24 თებერვლის შემდეგ დაბომბვების შედეგად დაზიანდა და განადგურდა 36 საცხოვრებელი სახლი, 6 სკოლა და 4 საბავშვო ბაღი. და უკრაინის პოლიტიკურ ცენტრში, რომელიც რუსების მთავარი სამიზნეა, უკვე მეორე დღეა კურიერი იმყოფება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავით კაკულია და ვაჩე გოგოლაშვილი არიან ახლა პირდაპირ ეთერში. დავით, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის, დავით, გითხარი როგორი არის ომის 23 დღე კიევში? საღამომშვიდობის სანდრო ავთო, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მძიმეა ის სურათი, რაც დღეს ჩვენ დაგვხვდა კიევის ერთ-ერთ რაიონში, კერძოდ საუბარია პადოლის რაიონზე. ჩვენ ბუნებრივია ქუჩის მისამართს არ ვასახელებთ, როგორც ამის შესახებ გაფრთხილება მივიღეთ უკრაინის თავდაცვისგან. დღეს დილით 8:30-ზე მოფრინდა რაკეტა, 4 სახლი შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად განადგურებულია, დაიჭრა სულ 19 მოქალაქე. ამ დაჭრილებს შორის არის 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ისინი ახლა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათი მდგომარეობა არის სტაბილური. 1 მოქალაქე სამწუხაროდ აი ამ სარაკეტო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. აფეთქების ხმა და ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ 4 კორპუსი, რომელიც დაზიანდა, გვერდით მიმდებარე კორპუსებში კი მთლიანად ჩამოიმსხვრა შუშები, ასევე დაზიანდა სკოლა და ბაღი. მაშველები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ადამიანების პოვნას აი ამ ნანგრევებში. ერთ-ერთ კორპუსს ფაქტიურად სადარბაზო აღარ ჰქონდა, ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადამიანები იყვნენ შოკირებულები, მათი ნაწილი მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან, ძირითადად ჭრილობები ჰქონდათ დამსხვრეული მინებისგან მიღებული. ისინი ყვებოდნენ იმას, რომ ჩვეულებრივ გაიღვიძეს დილით, ემზადებოდნენ საუზმისთვის და სწორედ ამ დროს გაისმა ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა და შემდეგ კი ტალღამ დაანგრია ფაქტიურად ყველაფერი. ეს ადამიანები უკვე ევაკუირებულები არიან, გადანაწილებულები არიან სხვადასხვა თავშესაფრებში, ასევე გაუქმებულია ის ბომბ თავშესაფარი, რომელიც ერთ-ერთი კორპუსის ქვეშ იყო, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან პოლიციელები, შემოსაზღვრულია მთლიანად ტერიტორია. ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება მოусმინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ კორპუსში, ჯერ კიდევ დილით 8:30-მდე, თუმცა 8:30 შემდეგ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გამოაცხადეს საჰაერო განგაში, ჩვენ დავიმალეთ. ჩემი ოჯახი თავშესაფარში ჩავიდა, მე ვერ მოვასწარი. დაზიანებულია შენობა, ჩამსხვრეულია შუშები. აფეთქდა ჩემი მანქანა. როგორც ვიცი, ერთი ადამიანია გარდაცვლილი. დილით ჩამოვარდა რაკეტა, მანქანის უკან დაეცა, დაშავებულები არიან, მაგრამ რამდენი ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება სიტუაციას კიევთან, კიევის ოლქში შემავალ ერთ-ერთ პატარა ქალაქში იყო დღეს საკმაოდ მძიმე ბრძოლები. საუბარია ქალაქ მაკარიუზე, სადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი არის მძიმე დაჭრილი. მათი სიცოცხლის გადარჩენას ექიმები კიევის სხვადასხვა საავადმყოფოებში ამ წუთებშიც ცდილობენ. რაც შეეხება თქვენს მიერ მოყვანილ ციფრებს და სტატისტიკას, თუ რა ხდება დედაქალაქის შემოგარენში, დღეს გენერალურმა შტაბმა ფაქტურად 2 საათის წინ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია.
მარჯვენა სანაპიროს მხარეს რუსული არმია ფაქტიურად რუსულმა არმიამ უკან დაიხია დაახლოებით 70 კილომეტრით, რაც შეეხება მარცხენა სანაპიროს. ამ შემთხვევაში მათი წინსვლა არის უბრალოდ შეჩერებული და როგორც გენშტაბმა განაცხადა, უბრალოდ რუსული არმია იმის გამო რომ წინ ვერ მიიწევს, ქაოტურად ისვრის სხვადასხვა ტიპის რაკეტებს დედაქალაქის საცხოვრებელი უბნებისკენ, კერძოდ კი იმ უბნებისკენ, სადაც არანაირი სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არის. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც დღის ბოლოს გამოქვეყნდა, შეეხებოდა დივერსიულ ჯგუფებს. სულ მთელი უკრაინის მასშტაბით 100-ზე მეტი სხვადასხვა დივერსიული ჯგუფი არის გამოვლენილი, დაკავებულები არიან დივერსანტები და მათგან უმრავლესობა არის დაკავებული დედაქალაქის დაახლოებით 39 დივერსიულ ჯგუფზე არის საუბარი. კიევში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ჯერ კიდევ 1 საათის წინ საჰაერო განგაშის სიგნალი იყო ჩართული და ჩვენ გავიგეთ საკმაოდ ძლიერი აფეთქების ხმა, თუმცა ჯერჯერობით უკრაინულ მედიასაც კი არ აქვს ინფორმაცია მოყვა თუ არა ამ აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი. დავით, მინდა კითხოს, ზოგადი სურათი როგორი არის უკრაინის დედაქალაქში, მოქალაქეების განწყობა როგორია და ასევე მაინტერესებს თუ მუშაობს სურსათის მაღაზიები, ადამიანებს თუ აქვთ იმის შესაძლებლობა რომ მოიმარაგონ საკვები. რაც შეეხება განწყობას, გუშინდელი დღისგან განსხვავებით დღეს კიევის ქუჩებში გაცილებით მეტი მანქანა იყო საცობებიც, თუმცა საცობები ბუნებრივი გახდა საომარი მოქმედებების დროს, იმიტომ რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ყოველ კილომეტრში განსაკუთრებით კი სტრატეგიულ ადგილებზე გულისხმობ ხიდებს, იმ ადგილებს, სადაც არის სხვადასხვა სასწავლებლები, სამხედრო ნაწილები, არის ძალიან ბევრი ბლოკსაგუშაგო გაკეთებული, ყველგან ითხოვენ საბუთებს, მათ შორის აკრედიტაციებთან ერთად ამოწმებენ აუცილებლად პასპორტს, საბარგულებს, სვამენ რამდენიმე კითხვას, მათ შორის ხომ არ გადაგაქვთ იარაღი, ან ხომ არ შეგინიშნავთ ვინმე საეჭვო პიროვნება. ნებისმიერ მოქალაქეს უკვე აქვს ფაქტიურად უფლება რომ გაგაჩეროს და მოგთხოვოს საბუთი, ეს კეთდება უსაფრთხოების მიზნებით, ვინაიდან როგორც ამბობენ, ქალაქში შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს რამდენიმე დივერსიული ჯგუფი დარჩენილი. რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯერჯერობით მუშაობს ქალაქში, ასევე ელექტროენერგია არის, უბრალოდ მოქალაქეებს მოუწოდებენ ხოლმე რომ საღამოს 7 საათის შემდეგ, მაშინ როდესაც იწყება კომენდანტის საათი, ეცადონ რომ მაგალითად ერთ ოთახში დატოვონ, მხოლოდ ელექტროენერგია განათება. რაც შეეხება სურსათს, ჯერჯერობით სურსათის პრობლემა დედაქალაქის მაღაზიებს არ აქვს, თუმცა დახლებზე შეინიშნება გარკვეულწილად სიცარიელე, თუმცა ეს არ უქმნის დიდად პრობლემას დედაქალაქის მაცხოვრებლებს, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი სასურსათო მაღაზია არის დედაქალაქში და ამას ემატება ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც მათ შორის პოლონეთის გავლით შემოდის დედაქალაქში.